ირაკლი ბუგიანმა სამშობლოში პირველი პერსონალური გამოფენა მოაწყო. გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მხატვარმა ძველთან ერთად ახალი ნამუშევრებიც წარადგინა. გამოფენისთვის სამზადისი თითქმის დასრულებულია. ირაკლი ბუგიანი საქართველოში პირველი პერსონალური ექსპოზიციისთვის ემზადება. ირაკლი ბუგიანის შავ-თეთრი ტილო ერთ-ერთია იმ ნახატებს შორის, რომელიც პირველად გამოიფინა. ბოლო 2 წლის ნახატები ხელოვანმა ერთ დარბაზში წარმოადგინა და საგამოფენო ექსპონატების გარდა მათ კიდევ ერთი დატვირთვა მისცა. ეს ყველაფერი, რაც არის თქვა ეს ფიცრები, რაც აქვს სუნი, საღებავები, ტილო, რომელსაც შეიძლება შეხედო გვერდიდან. აი ესეთი ელემენტები თამაშობს საკმაოდ დიდ როლს. რა თქმა უნდა, თვითონ ნამუშევრის კონცეფციის გვერდით. გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვრის გამოფენა 3 დარბაზს მოიცავს. თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან კონცეფცია და შესრულების თარიღი ყოფს. ბუნებრივი გარემო, მერე არის ადამიანის მიერ სახეცვლილი ბუნება და ასევე თვითონ ადამიანი. ანუ ეს ამ ხაზზე არის დაწყობილი. თვითონ გამოფენა, რა თქმა უნდა, თავისი დიალოგებით დარბაზიდან დარბაზში. საინტერესო იყო ის, რომ გვეჩვენებინა თითოეულ ასე ვთქვათ პერიოდში გვეჩვენებინა ის მთავარი ელემენტები, რომლებიც სულ იჩენდა თავს ყველა პერიოდში და რომელიც მთლიანად ირაკლის შემოქმედებას აერთიანებს. ერთგვარი ხიდები გვაქვს გაგმული ყველაზე ადრეულსა და ყველაზე ძველ ნამუშევარს შორის, რითიც გვინდა კიდევ ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამოსავლის წერტილი მაინც ისევ ადამიანია. ირაკლი ბუგიანმა სამშობლოში პირველი პერსონალური გამოფენისთვის მისი ყველაზე ადრეული ნამუშევრებიც წარმოადგინა. ტილოები მხატვრის საოჯახო არქივებისა და სურათების მიხედვით არის შექმნილი. გარდა იმისა, რომ ირაკლის მთელი შემოქმედებაა წარმოდგენილი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ექსპოზიციის წარდგენის სტილი. ლევანმა გამოიყენა ძალიან უცხო სტილი მუზეუმისთვის, რაც ვფიქრობ ძალიან საინტერესოდ გამოვიდა. ირაკლი ბუგიანის გამოფენა სახელწოდებით ხედავდა სამყაროს ქვიშის მარცვალში ეროვნულ გალერეაში 24 ოქტომბრამდე გაგრძელდება.